5 ივნისს ოფიციალურად გამოვიდა დიდი ხნის ნანატრი სათამაშო კონსოლი Nintendo Switch 2, რომელიც 8 წლის წინ გამოსული წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსიაა, სოციალური ფუნქციებით, რომლებიც მოთამაშეებს თამაშის პარალელურად კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ნიუ-იორკში Nintendo-ს მაღაზიასთან რამდენიმე საათით ადრე მოუთმენელი მომხმარებლები მივიდნენ იმისთვის, რათა კონსოლების ყიდვა პირველებმა მოახერხონ. Nintendo Switch 2 გამოვიდა იმ გაურკვეველ ეკონომიკურ ვითარებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა გამოიწვია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტარიფებმა განაპირობა მისი საშუალოზე ბევრად მაღალი ფასი, $450, როცა თავდაპირველი ვერსია $300 ღირდა. Yes. ზოგიერთ კონკურენტთან შედარებით, როგორიცაა Xbox-ი და PlayStation-ი, PlayStation-ის ფასი $700 უახლოვდება, ხოლო Xbox-ის ფასის ზრდის შემდეგ ის დაახლოებით $600-ია. ამრიგად, Nintendo ბაზარზე მაინც იაფი ალტერნატივაა. ახალ კონსოლს წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი და მაღალი გარჩევადობის ეკრანი აქვს, ნათელი გრაფიკით. მასში ჩაშენებულია მიკროფონი, რომელიც მოთამაშეებს თამაშის პარალელურად ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. იაპონიაში Nintendo Switch 2 ლატარიის სისტემის მეშვეობით გაყიდეს და კომპანიის თქმით 2 მილიონზე მეტი განაცხადი მიიღეს. So I'm getting one. უბრალოდ იმისთვის ვიყიდი, რომ ეს ამჟამინდელი Switch-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. თამაშები გაცილებით უკეთესი გრაფიკითაა და ეს აუმჯობესებს უკვე გამოსული თამაშების ხარისხს. ამრიგად ეს უბრალოდ ზოგადი განახლებაა. თავდაპირველად Switch 2-ის წინასწარი შეკვეთები ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე კვირით ტარიფების პოტენციური ზეგავლენის შესაფასებლად გადაიდო.